გამარჯობა. დღევანდელ გარჩევაში ვნახავთ, როგორ შეიძლება თამაშებმა საკლასო ოთახი რაღაც ბევრად მეტად აქციოს, ვიდრე უბრალოდ გასართობი ადგილია. მზად ხართ? მოდით, ჩაუღრმავდეთ. აბა, წარმოიდგინეთ. სწორედ ეს არის ის მთავარი იდეა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. ნახოთ, როგორ შეუძლია თამაშს სწავლის პროცესი გახადოს ბევრად უფრო ცოცხალი და რაც მთავარია, საინტერესო. კარგი, პირველ რიგში, მოდით გავარკვიოთ, რატომ არის თამაში ასეთი ეფექტური. რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს მას მოსწავლეებისთვის. აქ, რაც არის ყველაზე საინტერესო, ისა, თუ როგორ ავარჯიშებს თამაში ჩვენს ტვინს. დაფიქრდით, როცა მოსწავლეს წესები უნდა დაიმახსოვროს, ან რაღაც სტრატეგია მოიფიქროს, ის ხომ პირდაპირ მეხსიერებას იუმჯობესებს. თავსატეხები და სხვადასხვა გამოწვევები კი პრობლემების გადაჭრასა და კრიტიკულ აზროვნებაში ეხმარება. ანუ, ზუსტად იმ უნარებში, რაც აკადემიური წარმატებისთვის აუცილებელია. თამაში, რა თქმა უნდა, მარტო ჯდომა და ფიქრი არაა. ის ხომ სოციალურ უნარებსაც გვასწავლის. მაგალითად, გუნდური თამაშები ბავშვებს ასწავლის, როგორ იმუშაონ ერთი მიზნისთვის, როგორ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები. და კიდევ ერთი რამ. ისინი სწავლობენ, როგორ მიიღონ ღირსეულად როგორც მოგება, ისე წაგება, რაც დამეთანხმებით პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, ემოციები. ხშირად საკლასო ოთახი ცოტა სტრესული გარემოა, არა? ხო და თამაშს შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს. როდესაც მოსწავლე თამაშში რაღაც გამოწვევას წარმატებით გადალახავს, ეს პირდაპირ ამაღლებს მის თავდაჯერებულობას. და ეს პოზიტიური განცდა ეხმარება, რომ საკუთარი ძალების ირწმუნოს და სხვა, უფრო სერიოზულ აკადემიურ ამოცანებსაც მეტი შემართებით შეეჭიდოს. კარგი, მაგრამ რა ფსიქოლოგიური მექანიზმი დგას ამ ყველაფრის უკან? რა ხდის თამაშს ასეთ ძლიერ მოტივატორად? პასუხი არის სიტყვაში გეიმიფიკაცია. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. გეიმიფიკაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ ვიღებთ თამაშის ელემენტებს, მაგალითად, ქულებს, დონეებს, მისიებს და ვიყენებთ ისეთ გარემოში, რომელიც თამაში არ არის, ამ შემთხვევაში სწავლაში. აქ მთავარი ტექნოლოგია კი არაა, არამედ ის სტრუქტურა, ის მიდგომა, რომელიც სწავლის პროცესს ბევრად მიმზიდველს ხდის. კარგად გაკეთებული გეიმიფიკაცია სამ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას ეყრდნობა, რომლებიც ჩვენს შინაგან მოტივაციას რთავს. ესენია ავტონომია, კომპეტენცია და მიზანი. მოდით თითოეული მათგანი ცალ-ცალკე გავიაროთ. პირველი არის ავტონომია. ეს არის ის შეგრძნება, რომ სიტუაციას შენ აკონტროლებ. როდესაც მოსწავლეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მაგალითად, თავად ირჩევს, რომელი ამოცანა გააკეთოს პირველი, ის თავს პროცესის სრულფასოვან მონაწილედ გრძნობს და ბუნებრივია, შედეგზეც მეტ პასუხისმგებლობას იღებს. შემდეგი არის კომპეტენცია, ანუ ოსტატობა. ეს არის ის სიამოვნება, რასაც პროგრესის დანახვისას ვიღებთ. იცით, თამაში ახალ დონეზე გადასვლა ფაქტობრივად იგივეა, რაც რეალურ ცხოვრებაში ახალი უნარის სწავლა. ეს წინსვლის შეგრძნება კი უბიძგებს მოსწავლეებს, რომ არ გაჩერდნენ და მეტი ისწავლონ. და ბოლოს, მიზანი. ეს არის იმის შეგრძნება, რომ შენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხარ. მაგალითად, გუნდურ თამაშში, როცა მოსწავლე გრძნობს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ის ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმუმი ჩადოს. სწორედ ეს მიკუთვნებულობის განცდა ანიჭებს სწავლის პროცესს უფრო ღრმა შინაარსს. კარგით, თეორია გასაგებია. ახლა გადავიდეთ პრაქტიკაზე. როგორ უნდა შევქმნათ თამაშები, რომლებიც მართლა მუშაობს და ბავშვებს მოტივაციას აძლევს. წარმატებული საგანმანათლებლო თამაში უბრალოდ გართობა არაა. მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს სასწავლო მიზანი. თამაში ყოველი გამოწვევა რაღაც კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი უკუკავშირიც, მაგალითად ქულები, რომ მოსწავლემ დაინახოს თავისი პროგრესი. და რა თქმა უნდა, სირთულე უნდა იყოს ისეთი, რომ არავინ მოიწყინოს. აი ეს ფრაზა კი ბრწყინვალედ აჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვს კარგი ისტორიას. სიუჟეტი ნებისმიერ დავალებას მნიშვნელობას სცემს. როდესაც მოსწავლე თავს ამბიზგმირად გრძნობს, უბრალო ამოცანაც კი საინტერესო თავგადასავალი ხდება. და სწორედ ეს არის განსხვავება მოტივაციასა და მოწყენილობას შორის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წარმატებით გამოყენება მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული. აქ მთავარი გამოწვევა სწორი ბალანსის დაჭერაა. ასე რომ, მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის თამაში არის ინსტრუმენტი და არა თვითმიზანი. მთავარი მიზანი ყოველთვის სწავლა უნდა იყოს. როდესაც თამაშს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებთ, აი მაშინ ხდება ნამდვილი მაგია საკლასო ოთახში. და ბოლოს, მინდა ამ კითხვებზე დაფიქრდეთ. როგორ შეიძლება თამაში აქციოთ არა უბრალოდ დასვენების წუთებად, არამედ სწავლის პროცესის სრულფასოვან და ღირებულ ნაწილად? პასუხი თქვენს ხელშია.